გრაცის ევროპის თასზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის გორელმა ძიუდოისტმა ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ლუკა ქარელიშვილი, ხოლო მძიმე წონით ვერცხლის მედალი მოიპოვა ნოდა ყობალაძემ. ორივე სპორტსმენი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მათი მწვრთნელი ანზორ თენაძია. ქარელიშვილისთვის ეს მესამე ოქროს მედალია ევროპის თასზე. მან აქამდე კადეტთა შორის ორჯერ უზბეკეთსა და უნგრეთში გაიმარჯვა. ახალგაზრდების ევროპის თასზე კი მისთვის ეს პირველი ოქროა. ნოდარ ყობალაძესთვისაც პირველი მედალია ახალგაზრდებში მოპოვებული გრაცის ტურნირის ვერცხლი. აქამდე ნოდარს 4 ოქრო ჰქონდა ევროპის თასზე აღებული და 4-ვე გასულ წელს უნგრეთში, თურქეთში, სლოვაკეთსა და საქართველოში. გრაცის ევროპის თასზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი აიღო. ავსტრიის ქალაქ გრაცში გაიმართა ევროპის თასი ახალგაზრდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა მივიღეთ მონაწილეობა, მე ვიასპარეზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სულ ვიყავით ჩემ წონაში 2 ქართველი, მე მოვახერხე და გავხდი ჩემპიონი. ჩავატარე 4 შეხვედრა, 4-ვეში გამარჯვება მოვიპოვე და გავიკავე პირველი ადგილი. ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპის თასი ახალგაზრდებს შორის იუდოში, სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ნაკრები და საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩვენი სკოლის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. საუკეთესოდ იასპარეზა ჩვენმა სპორტსმენმა ლუკა ქარელიშვილმა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო დამაჯერებლად და ოქროს მედალი მოიპოვა. მან კიდევ ერთხელ გაიმტკიცა ნაკრებში თავისი პოზიცია, მდგომარეობა და უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის მან დაიმკვიდრა ადგილი. ასევე მინდა აღვნიშნო მძიმე წონაში ნოდარ ყობალაძეს ასპარეზობა, მანაც ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგო დამაჯერებლად, ხოლო ფინალში დასთმო შეხვედრა, იქაც პატარა ტრავმა მიიღო და მეორე ადგილს დაჯერდა. ჩვენი სკოლისთვის ეს 2 მედალი ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე არის ძალიან კარგი და იმედი მაქვს, რომ ეს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე იასპარეზებენ დამაჯერებლად და მედლებს მოიპოვებენ.